მოგესალმებით. დღეს სტუდია ნომერ 2-დან ვიმუშავებთ ბატონი დავით არხანმოურავი და მე ირმა ცხორაგაული. ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, მოსაზრება და კითხვა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, ასე რომ შეგიძლიათ დარეკოთ, დაგვიკავშირდეთ და ბატონი დავითი ამოწურავად გიპასუხეთ ნებისმიერ საკითხზე. მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მოკლედ დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემიდან ჩვენი ქვეყნისთვის 29 აგვისტოს შეიკრიბებიან ევროკავშირის მაღალჩინოსანი დიპლომატები და იმსჯელებენ საქართველოს შესახებ, მათ შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. თუმცა შემდეგ უკვე ოქტომბერში 2 ოქტომბერს უკვე შეიკრიბებიან კვლავ ბრიუსელში და იქ უკვე გადაწყვეტით მიიღებენ გადაწყვეტილებას, სწორედ დაგვიტოვებენ თუ არა ამ უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან, გამომდინარე იქედან, რამდენად შეასრულებს საქართველოს იმ 8 პუნქტიან ეგრეთ წოდებულ რეკომენდაციას, რომელიც ბრიუსელმა სულ რამოდენიმე დღის წინ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მოწერა. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პუნქტების ზოგადად რამდენად შესრულებადია, ან რამდენად დროში ჩავეტევით, მაგრამ მე მაინც მინდა ვისაუბრო რამოდენიმე მათგანი გამოვყო. უშუალოდ პირველი ბატონო დავით ეს გახლა და რაც თავარია, როდესაც ოქტომბერში უკვე ამ თემასთან დაკავშირებით იმსჯელებენ, მხოლოდ 15 ევროკავშირის წევრი ქვეყნის თანხმობა იქნება, დასტური იქნება იმისათვის საჭირო, რომ ჩვენ შეგვიჩერდეს ეს უვიზო რეჟიმი. კი, სრული უვიზო. ესე იგი, მე მინდა რაც თავარია, მე მინდა ხაზი გაუსვა ამ მოთხოვნას. მოკლედ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება და აგრეთვე აქ საუბარია დისკრიმინაციის აკრძალვაზე. როგორ ფიქრობთ ბატონო დავით, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა? ეს პირველი პუნქტია, ხო სწორი? დიახ. რაზე აქ საუბარი? აქ არის საკმაოდ რთული საკითხი. ლაპარაკი არის ძალიან ბევრ ახალგაზრდაზე, რომლებიც არიან დაკავებულები და დაპატიმრებულები. ფაქტობრივად პირველი პუნქტი, პირველი მოთხოვნა ევროპისა საქართველოსადმი არის იმ ადამიანების, პირველ რიგში ახალგაზრდების განთავისუფლება, რომლებიც იყვნენ დაკავებული. ჩვენმა პარტიამ გააკეთა ძალიან კარგი და გონივრული წინადადება. მსგავსი ვითარება ახსოვს ჩვენს ქვეყანას ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, მაშინ სწრაფ ტემპში, ძალიან სწრაფად შეიქმნა სპეციალური კომისია. ჩვენი მეგობარი უახლოესი, ჩვენი გუნდის წევრი ნანა დევდარიანი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ კომისიის, ერთ-ერთი. და ამ კომისიამ ძალიან სწრაფ ტემპში განიხილა, მაშინ ზვიადგამსახურდიას მომხრეები იყვნენ დაკავებული, იქ იყო მაშინ ცდილობა, რომ რაც შეიძლება შემცირდეს ეს გახლეჩა საქართველოში და ძალიან სწრაფ ტემპში განიხილეს საქმეები და აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანების პრეზიდენტმა შეიწყალა და გაანთავისუფლეს. ნაწილი შეიწყალა, ვიღაცა სასამართლომ გაანთავისუფლა, მაგრამ გაანთავისუფლეს. ჩვენ გავაკეთეთ ისეთივე წინადადება დაახლოებით 10 დღის წინ. საჯაროდ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში შევქმნათ კომისია. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ კომისიის ხელმძღვანელი საერთოდ ირმა ინაშვილი იყოს, თუმცა სხვა შეიძლება იყოს. ამ კომისიამ უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში განიხილოს ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც დაკავებულია საქმეებით და უმეტესობა შეიწყალოს პრეზიდენტმა. ამით ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ და უბსკრული ძალიან სერიოზულად შემცირდება, რომელიც არის საზოგადოებაში. მით უმეტეს, რომ მე ამაზე ვილაპარაკე წინა გადაცემაში და ვთქვი, გასაგებია ჩვენ გვესმის, რომ ვიღაცა იმიტოა დაკავებული, რომ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა, მაგრამ რეალურად სერიოზული ზიანი და ზარალი არავის არ მიუღია. ეს ადამიანები უკვე 6 კი არა 7 თვე არიან ციხეში, 7 თვე ზიან და თუ არავინ არ დაზიანდა, თუ არანაირი ზარალი არ იყო, 7 თვე საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ადამიანმა გაიგოს ყველაფერი და რომ განთავისუფლდეს ახლა ეს ხალხი. აქ არაფერი საშიშროება არა. ეს მომენტალურად ძალიან სერიოზულად შეამცირებს საზოგადოებაში იმ ხლეჩას, რომელიც არის. მეორე თემა, რაც მანდ გულისხმება, არის ის, რომ არ შეიძლება ყველაფრისთვის ადამიანის დაკავება. ჩვენ უნდა გავიგოთ ეს.
არ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ადამიანმა ეს სიტყვა თქვა, ან ის სიტყვა თქვა და ამისთვის უნდა დაისაჯოს და თანაც მხოლოდ თუ ქართული ოცნების წარმომადგენელზე თქვა ეს სიტყვები, თორე ხო მე და თქვენ რომ ვინმე რამე შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ამაზე არავინ არავის არ დასჯეს. ეს არის ჩემი აზრით დისკრიმინაცია, აბა რა. საერთოდ აქ ახლა კარგი, მეორე პუნქტი რა არის, ისიც ვნახოთ. კი ბატონო, იქ საუბარი არის აგრეთვე რამოდენიმე კანონი, რომელიც ბოლო დროს მიიღო ქართულმა ოცნებამ ამ კანონების შეჩერებაზე, გაუქმებაზე და მათ შორის მე მინდა ბატონო დავით, ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება, ახლა სწორედ თქვენ ამაზე საუბრობდით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. როგორ ფიქრობთ, ქართულმა ოცნებამ მაშინ, როდესაც მან შეძლო და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების კანონი ფაქტიურად გააუქმა და შეკრებისა და აზრის გამოხატვის, პროტესტის გამოხატვის ახალი ნორმები დააწესა. მაშინ, როდესაც მან დაგვიხურა სასამართლო დარბაზი მედიას და ფაქტიურად საზოგადოებას და გვიკონტროლებს სოციალურ ქსელშიც კი ყველა სიტყვას. მართებულია ბრიუსელიდან ამ ეს მოთხოვნა თუ არა, როგორ ფიქრობთ თქვენ? რა თქმა უნდა, მართებულია, კეთილი, მოდი ესე ვთქვათ. რაშია საქმე? მე მინდოდა მნიშვნელოვანი რაღაცა მეთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ქართულ საზოგადოებაში, გვაქვს საზოგადოების წევრებთან მუდმივი ურთიერთობა და ბევრს რაღაცა არ ესმის, ბევრს რაღაცა ხიბლში ვარდება და ცდომილებაში და ამიტომ რაღაც განმარტებებია საჭირო. სააკაშვილის პერიოდში, სწორედ სააკაშვილის პერიოდში შეიქმნა უცებ დაიწყო ტალღა, რომ ჩვენ მალე მიგვიღებენ ნატოში. ეს არ ხდებოდა შევარდნაძის დროს. იმიტომ რომ ვისაც შეხება ქონდა დასავლური დიპლომატიასთან და თქვათ მე მქონდა. იცოდა რომ დასავლეთი ძალიან ფრთხილად ლაპარაკობდა ნატოზე და დასავლეთი ძალიან პირდაპირ ამბობდა მაგალითად გერმანელები და ფრანგები რომ ნატოში უახლოეს პერსპექტივაში კი არა საერთოდ ალბათ ვერ მიგიღებთ. ეს იცოდა სააკაშვილმაც. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა გადაწყვიტა რომ ის ძალიან კარგ ურთიერთობებში ამერიკელებთან და ამიტომ გარდატეხას მოაწყეს და მოაწყობს და დაიწყო ამ ნატოზე ლაპარაკი. და თუ ჩვენ გამოვდიოდით, აი ვინმე და ამ უბრალოდ სკეპტიკური აზრი, აი ვიღაცას რო ეთქვა, იცით რა? აი მე გამოვდიოდი ვამბობდი, ჩემი აზრით ნატოში ჩვენ ვერ შევალთ და არ მიგვიღებენ. იმ წუთასვე როგორ შენ ესე იგი თუ ამას ამბობ რუსეთის აგენტი ხარ? არ გინდა ნატოში შესვლა და რუსეთის აგენტი ხარ. მე ამ დროს ვიძახდი რომ ნატო ეხლაც ამას ვამბობ, რომ ნატო თავისთავად კარგია. რატომ? ნატომ მაგალითად პოლონეთს ან თურქეთს მოუტანა უზარმაზარი დაფინანსება, ახალი ტექნოლოგიები, რაც თავარია თურქეთმა წყალქვეშა გამოუშვა ნატოს ხელში და დიდი სტაბილურობა. და ნატოს გამო პოლონეთი იქნება თუ თურქეთი თუ ჩეხეთი, ისინი დაცულები არიან. ანუ მე არ ვამბობდი რომ ნატოს მოწინააღმდეგე ვარ. მე უბრალოდ ვამბობდი რომ ეს შეუძლებელია და ხალხის მოტყუება არ შეიძლება. არ შევალთ, ვერ შევალთ. მე ვამბობდი რომ ვერ შევალთ, ყველანაირი ლაპარაკი რომ შევალთ არის ხალხის მოტყუება და მთავარი პოლიტიკაში სიმართლეა, არ შეიძლება ხალხის მოტყუება. ამის გამო იმავ წამს ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ ვართ რუსეთის აგენტები. ჩვენ პასუხობდით კაცო, ნეიტრალური ქვეყანა ავსტრია, მაგრამ აგენტია? მაინც რუსეთის აგენტები. მე ნელ-ნელა რაში გადაიზარდა ეს ყველაფერი. თუ კი შენ გააკრიტიკებდი ნებისმიერ რაიმე საკითხში სააკაშვილს, იმ წუთას რომ რუსეთის აგენტი იყავ. და რითი დამთავრდა ეს? დამთავრდა ადამიანების კვლელობით და ციხეებში წამებით და გაუპატიურებით, რომელიც ვამხილეთ ჩვენ, არა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ ვამხილეთ და დავამტკიცეთ. ჩვენი ბრძოლით ჩამოვარდა ის ლიბერალური და მეც ვამბობ, დღეს ვინც არის ქართულ ოცნებაში, იქ 5 კაცის გარდა, აი დღევანდელ შემადგენლობაში არც ერთს არ უბრძოლია სააკაშვილთან და არანაირი წვლილი საერთოდ არ შეუტანია სააკაშვილთან ბრძოლის პროცესში. ეხლა რა ხდება? ანუ ხაზი გაუსვათ მარტივ რამეს. იყო დრო, როცა ნებისმიერი კრიტიკა სააკაშვილის ხელისუფლებისა იწვევდა ბრალდებას, რომ შენ ხარ რუსეთის აგენტი. იგივე დღეში ახლა ქართული ოცნება ჩვენ ვეუბნებოდით, რომ თუ ჩვენ ჩავიწევით, თქვენ გახდებით რუსეთის აგენტები და ეხლა გულის ტკივა პრემიერ-მინისტრს, როცა ეუბნებია, რომ შენ ხარ რუსეთის აგენტი. და ამბობს, აი გუშინ წინ ილაპარაკა ამაზე, რომ გულის ტკივა ამის გამო, რომ მას უსამართლოდ აბრალებენ რუსეთის აგენტობას. ამ დროს ამ თამაშში თავად ბატონი პრემიერ-მინისტრი და ეს ხელისუფლება არ მონაწილეობდა. მაგალითად, ჩვენზე
არ ამბობდა რომ რუსეთის აგენტები არიანო და რუსული ძალა არისო? რუსული ძალა კი. არ ამბობდა რომ ჩვენო პარლამენტიდან რუსული ძალა გაუშვითო, შეურაცხყოფას არ გვაყენებდა? რატო ჩვენ როდისმე მივაყენეთ რამე შეურაცხყოფა? დიახ. არასოდეს ის კი გვაყენებდა ჩვენ. ეხლა ამას იმიტომ ამბობ რომ დაუფიქრდეს თვითონ აი ახლა ამსა. ეხლა ხო იგზნო რა მტკივნეულია ეს ყველაფერი. მაგრამ მე ხა სხვა რამეს ვამბობ. ჩვენ რა ვერ ხედავთ რომ დღეს ყალიბდება იგივე ვითარება. ნებისმიერი კრიტიკული აზრი ქართული ოცნების მიმართ საზოგადოების ზოგიერთი წევრი, მათ შორის ბევრ ჩემ მეგობარში. უცებ გეუბნებიან რომ შენ რა მიშას ხარეს ხარ თუ შენ რა ლიბერალების ხარეს ხარ? ესე იგი საოცრებაა ხალხო რა გემართათ, გამაგებინეთ ეს გონება რამ გაგიქვავათ, კაცო. ჩვენ ვართ სიმართლის ხარეს. სიმართლის თქმა ჯერ როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვიყოთ ლიბერალების ხარეთ. ამ ლიბერალებთან ყველაზე მეტი ჩვენ ვიბრძოლეთ, კაცო. 30 ჯერ მეტი გვაქვს ნაბრძოლი ვიდრე ქართულ ოცნებას. 100 ჯერ მეტი. ჩვენ მაგრამ როგორ შეიძლება ვიყოთ იმათ ხარეს, მაგრამ თუ ჩვენ იმათ ხარეს არა ვართ, ეს კი არ ნიშნავს რომ ქართული ოცნება რასაც გინდა გააკეთებს და ერთი კრიტიკული წინადადება არ უნდა ვთქვათ. ანუ აუცილებლად ვიღაცის მხარეს უნდა იყო, ამ პრორუსი უნდა ჩვენ იყო ვართ საქართველოს ხარეს. და ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს. და მათ შორის სიმართლეს ქართულ ოცნებაზე და სულაც არ ნიშნავს რომ რახან ქართულ ოცნებაზე სიმართლეს ვამბობთ, ამიტომ ჩვენ მოგწონს მაგალითად ლიბერალები. რა თუნდა ეხა რა არის გაუგებარი, კაცო, ესე რამ დაგაბრმავად. აი პირველი მარტივი მაგალითი. მარტივი, კაცო, მეხსიერება მაინც ხო შეგჭათ. მარტივი რა? ქართული ოცნება, პირადად პრემიერი კობახიძე. ქართული ოცნება გამოდიოდა და გვეუბნებოდა მაგალითად იქ 2016-17 წლებში რომ თურმე მარიხუანას მოყვანა არის ძალიან კარგი, რომ ეს სამედიცინო მიზნებისთვის მოვიყვანთ, გავყიდით, გავდიდრდებით და მარტო ამას ლაპარაკობდა, მაგრამ ამ ლაპარაკის პარალელურად ქვეყნის ყველა მაღაზიაში გაჩნდა მარიხუანა. ამ ლაპარაკის პარალელურად გაჩნდა პარტია გირჩი, მე გულისხმობ გირჩს არა ზურაბ სახელი რო შეიცვალა გირჯი ჯაფარიძე რო დაერქვა, არამედ მეორე ნაწილს გირჩის. რომელიც პარლამენტშია. ეს ნაწილი გირჩის შექმნა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ შექმნა ეს პარტია. ეხლა მე რო ვიყო და შეიყვანა პარლამენტში, კი ბატონო. მე რო ვიყო საიდანღაც უცხოქვეყნიდან ჩამოსული კაცი, ვინც არ იცის პროცესები, კი ბატონო, მე ხო ვიცი როგორ შეიქმნა ეს პარტია, ხელისუფლებამ შექმნა სუსმა, როგორ აფინანსებდნენ ამ პარტიას, როგორ შეიყვანეს პარლამენტში. როგორ აძლევდნენ საშუალებას რომ პარლამენტის დერეფნებში იჯდნენ და მარიხუანას ეწეოდნენ. შეუქმნეს მათ ტელევიზია თავისი, მისეს არხი. კი ბატონო, ეს ყველაფერი გააკეთეს და იმ დონეზე დავიდა ქვეყანა რომ ნარკოტიკის მომხმარებელი გახდა ყველა ახალგაზრდა თითქმის. მადლობა ღმერთს აბსოლუტურად ყველა არა. ამის მერე დღეს იგივე ხალხი ქართულ ოცნებას გულისხმობ, იგივე პრემიერი ამბობს რომ ვებრძვით ნარკოტიკებს და აი მივიღეთ კანონები კაცრი. მართლა კაცრი კანონები მიიღეს. მაგრამ კაცრი კანონები რომ მიიღეს, მე ისევ ქართულ ხალხს მევარ, კაცო, რამ დაგაბრმავად? ეს კანონი ამოქმედებული სათნახეთ. აღარ იყიდება ნარკოტიკი ყველგან? აღარ არის კურიერს მოაქვს სახში ნარკოტიკი შევა. აღარ ხდება ეს? სადარბაზოებში ტოვებენ პირდაპირ ბატონ დავით და მე რა იქნება? რამე შეიცვალა ამ კუთხით? არაფერი არ შეიცვალა. ახლა წინ წავიწიოთ. რა იყო გირჩ ტელევიზია აღარა აქვს? თუ ხელისუფლება აღარ აფინანსებს მას. ეხლა კვლავ ამბობ, ჩვენ ხო არა ვართ საიდანღაც 900 იქიდან გადმოსული ხალხი. ჩვენგან არ ვიცით რომ ეხლა დღეს გირჩის, აი ამ გირჩის პარტიულ სიას ადგილობრივი არჩევნებისთვის ვინ აკომპლექტებს? ქართული ოცნება. ქართული ოცნების დეპუტატები და ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ პირადად, დადიან და აფორმირებენ გირჩის სიას. და მათ შორის ჩვენ წევრებთან მიდიან. ეუბნებიან რომ აი გირჩის სიაში შედი და აუცილებლად ერთ და ორ კაცს შეგიყვანთ პარლამენტში. პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. არ აკეთებს ამას ქართული ოცნება? ანუ ქართული ოცნება, რომელმაც შექმნა ეს გირჩი, რომელმაც ხელი შეუწყო ნარკომანის ყველგან გავრცელებას. ახლა და ჩვენ მაშინ რამხელა ბრძოლა იყო, გაიხსენეთ კაცო კლიპები რომ გამოვდიოდით, ვამბობდით რამდენ ადამიანს კლავს კიბოთი მარიხუანა, რამდენი დებილი ბავშვი. ტვინის უჯრედებზე როგორ მოქმედებს, კი. და ასე მთელი ის იყო. მაშინ ეკლესიაც ჩაება ამ ბრძოლაში აქტიურად და ძლივს გავაჩერეთ ეს პროცესი, მაგრამ გირჩი მაინც აგრძელებდა პარლამენტის დერეფანში მარიხუანას მოწევას და
ამის პროპაგანდირებას თავისი ტელევიზიებით და ეხლა ვითომ ლაპარაკობენ რომ ნარკომანიას ებრძვიან და იგივე გირჩი ისევ შეყავთ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოში. გამაგებინეთ კაცო ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტი რომ ამის დანახვის უნარი არა გაქვთ. და თუ არა გაქვთ მე რომ ვცდილობ რომ დაგანახოთ ეს სტანდარტი, ამიტომ ჩვენ ლიბერალების მხარეს გადავედით თურმე? ანუ ჩვენ უნდა დავმალოთ ეს, ვთქვათ რომ ეს არ არსებობს, რომ თქვენ ვინმე არ დაგვაბრალოს ლიბერალების მხარეზე გადასვლა? უნდა მოვიტყუოთ ეს ყველაფერი არ არსებობს? ეს ყველაფერი არსებობს. ასევე ბოდისვიხტი კიდე იგივე გირჩი არის ხო კაცო გასაბერ ეკლესიებს რომ ბერავდა? მთელი გადაცემები გვაქვს ამაზე გაკეთებული და ახლა რახან ესე იქცევით ამ გადაცემებს გავიმეორებთ. სადაც ბერავდნენ გასაბერ ეკლესიებს, სადაც შექმნეს ახალი დედაოების და მამაოების და ეპისკოპოსების ინსტიტუტები. ვიღაცა გოგოები და ბიჭუნები გამოდიოდნენ და ჩვენ დედაოები ვართ, ჩვენ მამაოები ვართ, ცნობებს აძლევდნენ ხალხს, რომ ჯარში არ წასულიყვნენ და ჩვენ პარლამენტში ვიბრძოდით, რომ ეს როგორ შეიძლება ამ ცნობით ჯარში არ ღარიბაშვილი ამ ამბავში მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ჩაბმული, ვეუბნებოდით რომ კაცო, გააჩერეთ ეს როგორ შეიძლება ვიღაცა გოგო იძახდეს მე დედაო ვარ და ვიღაც ბიჭუნა მე მამაო ვარ და მე ეპისკოპოსი ვარ და ჯარში ამის გამო არ იწვევდნენ და ხელისუფლება იძახდა კი მართალი ხართ, მაგრამ არაფერს არ აკეთებდა. არაფერს 50,000-ობით კაცი მე ისევ ეკლესია გამოვიდა და თქვა რომ იცოდეთო ვინც აი ამაში მონაწილეობს იმას წეს ჩვენ ვერ აუგებთ იმას, იმიტომ რომ მართლმადიდებლობაზე უარს ამბობდა ფაქტობრივად. ეს არ გახსოვთ? კიდევ ამბობ დღესაც ორმაგი და სამმაგი სტანდარტია. დღესაც მაგალითისთვის გირჩის სიას აკომპლექტებს ქართული ოცნების დეპუტაცია და ქართული ოცნების სუსი და ასე შემდეგ და მისი ისევ შეყვანა უნდა თქო. ახლა რომ ლაპარაკობს უსმინე გუშინცი მე პრემიერ-მინისტრი, მანამდე ღარიბაშვილი ამბობდა. პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ ჩვენ აი 10 კაცი იძულებით შევიყვანეთ, ღარიბაშვილი მანამდე ამბობდა რომ შევათრიეთ ეს პარტიებიო. კი ის 10 კაცით შეიყვანეთ და ეს პარტიებით შეათრეთ ვის ხარჯზე? ქართულ ოცნებას ხო თავისთვის არც 1% არ მოუკლია. ჩვენ ხარჯზე საქართველოს პატრიოტ ალიანს მოაკელეთ პროცენტები. ჩვენი 20%-ის ხარჯზე შეიყვანეთ 5 პარტია და ჩვენ მოგვაკელეთ პროცენტები და იმათ ნულოვან გირჩს და 0.8% ქონდა 3% დაუწერეთ, 2.2% ჩვენ მოგვყარეთ. ხაზარაძეს პარტიაში ჩვენი პროცენტი დაუწერეთ 3, ბოკერია 3%, აღარ მახსოვს კიდე ვინ იყო ყველას პარტიებს 3-3%, 5 პარტიას 15% დაუწერეთ, ეს 15% ჩემგან დაიღეთ, ჩემგან. თქვენ თავს ხარ მოაკეთეთ. და ეხლა ამ სიმართლის თქმა რა არის, რომ ჩვენ ლიბერალების მხარეს ვართ, თუ უნდა დავმალოთ ეს. არ ებრძოდა ქართული ოცნება პატრიოტთა ალიანსს და პატრიოტულ ძალებს? აი ეხლა მიდის დაუსრულებელი ლაპარაკი რომ LGBT-ს თუ ვინ გთხოვს LGBT-ს? LGBT-ს თემა ძალიან აქტუალური იყო მსოფლიოში და ეხლა წავიდა ძალიან ისე ვარდნისკენ. ძალიან აქტუალური იყო მსოფლიოში და როცა იყო აქტუალური ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ყველამ გამოვიდო თავი რომ მე ვებრძოდი LGBT-ს, მე ვებრძოდი. კიდევ ამბობ, პირველი ცდილობა რომ ქონდათ პარადის თუ აღლუმის ამ LGBT-ს, 3 კაცი დააკავეს მაშინ და 3-ვე იყო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი და მე ვიყავი მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარე სააკაშვილის დროს. დააკავეს მანჯავიძე, დააკავეს კოტე ინაშვილი ცხონებული, დააკავეს მერაბ ჭიქაშვილი. შემდეგი ყველა აი ეს ხალხი ვინც ეხლა თავს დებს რომ LGBT-ს საერთოდ არც არ ჩანდა. მერეც პირველი 100,000 ხელმოწერა ჩვენ შევაგროვეთ და შევიტანეთ LGBT-ს პროპაგანდის სასაგრძელოდ. ცოტა არისო არ იქმარესო, მერე 250,000 ხელმოწერა ჩვენ შევაგროვეთ და მაშინ ქართული ოცნება გამოდიოდა და ამბობდა ვისაც ეს არ მოწონსო მათო პოლიცია აიძულებს რომ მოეწონოთო. ამოვიღოთ ეხლა ეს ვიდეო და განახოთ რომ ქართული ოცნება ამას ლაპარაკობდა. ახლა ნელ-ნელა ეს ბრძოლა დასავლეთ კაცო, დასავლეთში, საფრანგეთში მილიონი კაცი გამოვიდა პარიზში LGBT-ს წინა. თქვენ გესმით ციფრი? 1 მილიონი კაცი გამოვიდა პარიზში LGBT-ს წინააღმდეგ. თუ ხვდებით რა რაოდენობაზეა ლაპარაკი, 1 მილიონი კაცი. იმიტომ რომ ხელისუფლება მიიღო ეს ერთსქესიანი ქორწინება. ახლა პატრიოტული ძალები მთელ ევროპაში ძალიან მოძლიერდნენ. ამერიკაში საერთოდ ტრამპი მოვიდა და ეს თემა ნელ-ნელა კვდება, იმიტომ რომ აღარ არის დასავლეთი ამაზე დიდ აქცენტებს აღარ აკეთებს, ქვეყნი თვითონ დასავლეთის ქვეყნებში არის უზარმაზარი ომი ამის ირგვლივ და
ეხლა უცებ და მოთხოვნებში LGBT-სთან დაკავშირებით ეს საკითხი გადავიდა მე-17 ადგილზე. და სულ არ შევასრულოთ ეს და დავტოვოთ ეს პროპაგანდა. არავინ ამის გამო არც ვიზებს გაგვიუქმებს დღეს და არც არაფერს არ გვეტყვის, იმიტომ ამ თემას თვითონ თავის თავს ებძვიანი შიგნით და თვითონ ვეღარ იგებენ ამ LGBT საკითხს. და ეხლა უცებ ხელისუფლება, რომელიც გვეუბნებოდა, რომ თუ LGBT არ მოგწონს, პოლიცია გაიძულებსო, რომ მოგეწონოს, ეხლა ეს გახდა უცებ LGBT-ს წინააღმდეგ ბებზოლი, როცა აქტუალური აღარაა საკითხი. ტრადიციების და დღე და ღამე ლაპარაკობს LGBT-ზე და ნომერ პირველ პრობლემად წარმოაჩინა LGBT, როცა ეს პრობლემა ევროპაში გახდა ნომერი 17 და ჩვენთან საერთოდ 25 ნომერია. და ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და აი ამით აგიჟებენ ხალხს. ნუ თუ ვერ ხვდებით, რომ ეს ჩვეულებრივი საარჩევნო აგიტაცია იმ ხალხისა, რომელსაც საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ LGBT-ს წინააღმდეგ. ეხლა რომ კანონი მიიღეს პროპაგანდის, ამ კანონის ავტორი და ვინ იყო ჩვენ შევიტანეთ ეს კანონპროექტი 15 წლის წინ და კატეგორიულად უარყვეს. ესენი ყველაფერს ჩვენ ნაბრძოლს იწერენ და თანაც წარმოაჩენენ ამას დღეს ნომერ პირველ ამოცანებად, როცა აღარაა ნომერ პირველი ამოცანა. ომს გადავარჩინეთო, ვინ იშრომა ყველაზე მეტი, რომ საქართველოს არ ჩაბმულიყო ომში, ჩვენ თუ ქართულმა ოცნებამ. რა თქმა უნდა, თქვენ ჩვენ მივმართეთ, ჩვენი ხელით კეთდებოდა ეს ყველაფერი. ჩვენ მივწერეთ 2 წერილი პუტინს, რომელმაც დაამშვიდა ვითარება. ჩვენ ჩავედით რუსეთში და ამ დროს ქართული ოცნება ამას იყენებდა და ჩვენზე იძახდა, აი შეხედეთ რუსეთის აგენტები, ოკეი. და ამ დროს ვინაა რუსეთის აგენტი? ორმა გენშტაბის უფროსმა მოაწერა ხელი იმ წერილს, 4-მა არმიის გენერალმა, 20-მა პოლკოვნიკმა, 20-მა დეპუტატმა. ეს ხალხი რუსეთს ხელისუფლებამ ყველაფერი ეს გადასარევად იცოდა და ძალიან ჭირდებოდა ეს დახმარება, მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ჩვენ ვიშრომეთ. ეხლა ეს თავის თავზე მიიწერა და მე, აი ბატონო შენ, მანაც იმოქმედა, გასაგები არავინ არ უარყოფს. მაგრამ ომის საშიშროება 6 თვეში დასრულდა. დღეს ომის საშიშროება საერთოდ არცად აღარ არის. ის კი არა უკრაინაში იბრძვის ტრამპი, რომ ომი გაჩერდეს. და ამ დროს, როცა უკვე ეს თემები ამოიწურა, ეხლა დღეს დაუსრულებლად ველაპარაკებიან, რომ თავისი დამსახურება ომის, ესეც წინა საარჩევნო პროპაგანდაა, სხვა არაფერი. სხვის დამსახურებებს თავის თავზე რომელმა ამათმა იშრომა ამ საკითხზე. ეხლა ჩვენ რომ ამათ ვაკრიტიკებთ, გამოდის რომ ვართ ლიბერალები. რა კავშირი გვაქვს ლიბერალებთან? ჩვენ გეუბნებით, რომ კაცო, ეს ხელისუფლება სუტყუილშია. ესენი არიან სხვისი ნაბრძოლის მიმწევ, სულ მუდმივად. ჩამოვაგდეთ სააკაშვილი, ჩვენ მიიწერეს ამათმა. ვიბრძოლეთ LGBT-ს წინააღმდეგ, ჩვენ მიიწერეს ამათმა. ვიბრძოლეთ ნარკოტიკების წინააღმდეგ, იწერენ ესენი. ვიბრძოდით მშვიდობის დასამყარებლად იწერენ ესენი არის ხელისუფლება პარლამენტიდან ყველა გახარეს. ყველაზე მეტი პატრიოტთა ალიანსი ებრძოლა და ამ სიმართლეს რო ვამბობთ, ვიღაცები მეუბნებიან, როგორ თქვენო ლიბერალი, ესე რატო ვარ ლიბერალების ხარეს? სიმართლე თუ თქვი, ლიბერალების ხარეს ვარ. 30 წელი იმისთვის იბრძოდა ეს ქვეყანა, რომ ეხლა მე ვიცი ორი ქვეყანა. მეორეა საქართველო, პირველი არის ჩრდილოეთ კორეა, ეს არის არაურიოდ სამხრეთ კორეაში, რომელიც ყველაზე მოწინავე ქვეყანაა, Samsung-ის ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეა არის რეჟიმის ქვეყანა, სადაც კანონია სიტყვების გამო იჭერენ ადამიანებს. ეხლა მეორე ქვეყანაა საქართველო, თუ იტყვის სიტყვას ოლიგარქი, თუ იტყვის სიტყვას არალეგიტიმური ან კიდე რაღაც ეგეთ სიტყვებს, აქაც ჯერ დაგაჯერებენ, მერე დაგიჭერენ და ეს არის დემოკრატიის მიღწევა და 30 წელი, 40 წელი საქართველოს ამისთვის იბრძოლა. ნუ საოცრება ეხლა ამას თუ ვამბობთ, ვიღაცაები პასუხობენ, აბაო რაო ლიბერალების, რატო ვარ ლიბერალების ხარეს, კაცო? მე ვარ საქართველოს ხარეს, თავისუფლების ხარეს, დემოკრატიის და სიმართლის ხარეს. სიმართლე არის, რომ ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება, ეგ არის სიმართლე. და საქართველოს ამდა ჩემი ერთ-ერთი ახლობელი, ძალიან ახლო მეგობარი მეუბნება. ეს კანონიო მე არასოდეს არ შემეხებაო. კაცო, საბჭოთა სისტემაც ესე იწყებოდა, რომ მე არ შემეხება, მე არ შემეხება. ყველას ყველაფერი შეეხება. ბაბუა ჩემი ციხეში მოხდა, ჩემი ბაბუა ჩემი მშობლები დახვრიტეს, მეორე ბაბუა ჩემი 25 წელი იჯდა ციხეში. ყველა შეეხო. ბებია ჩემი 17 წელი გადასახლებაში იყო ყაზახეთში. ყველას შეეხება ეს. ბოლო. დღეს რო შეეხება იმათ, მერე შეგვეხება ჩვენ. გაიგეთ, დემოკრატია და სიმართლე ერთია და სიმართლის თქმა და კრიტიკული სიმართლის თქმა საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ლიბერალები. ეხლა ჩვენ იმის შიშით, რომ ვინმე არ დაგვაბრალოს ლიბერალობა, აღარაფერი სიმართლე არ ვთქვა ქართულ ოცნებაზე.
ქართული ოცნებარე მატყუარა ორგანიზაცია, ორმაგი, სამმაგი, ხუთმაგი სტანდარტების ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ხვის ნაბრძოლს და ხვის ნაშრომს იწერს თავის თავზე და ყველას ებრძვის, მარტო ლიბერალებს კი არ ებრძვის. ქართული ოცნება სპობს თლიანად ტრადიციულ სექტორს. ქართული ოცნება იწვის, რომ მარტო თვითონ იყოს, თვითონ. და შენთან კი არ მოკავშირეობს, რაც ბუნებრივი იქნებოდა, ჩემთან მოკავშირეობა ბუნებრივია, მე ტრადიციონალისტო. არა, გირჩთან მოკავშირეობს, ოღონდ გათხოვებს, რომ არ მოკავშირეობს. გათხოვებს, რომ იბძვის ნარკომანიის წინააღმდეგ და სინამდვილეში გირჩი სიებს აფორმირებს, რომ შეიყვანოს ადგილობრივ თვითმმართველობაში და ჩვენ ყველა არჩევნებზე პროცენტებს გვაკლებს. ყველაში. და მე გამოდის და deep state-მა გვაიძულა ჩვენ, deep state-მა გვაიძულა ეს, deep state-მა. სულ ვიღაცას რაღაცას აბრალებენ, კი? რა თქმა უნდა. ეხლაც კი რა არის გაუგებარი ეხლა აღმოჩნდა ქართული ოცნება იყო ბატონი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ამბობდა ჩვენ გვეუბნებოდა ბევრი წლის წინ 6 რომ უდიდესი მიღწევა ქართული ოცნების არის რომ უვიზო რეჟიმი მისი პირადად ის უდიდესი მიღწევა ბრძოლა იყო ვინ უნდა მოაწეროს ხელი ვიზების გაუქმებას მარგველაშვილმა თუ ღარიბაშვილმა და მარგველაშვილი ჩავიდა და ხელი მოაწერა ბრძოლა იყო ამაზე ვინ მიიწერს პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი კი და ესენი გვეუბნებოდნენ რომ აი ვიზების გაუქმება გახსნის ევროპას რომ წავა ხალხი სამსახურში წავიდა ხალხი ბევრმა 9 მილიონზე მეტმა კაცმა აწყო რაღაცა ბიზნესი ეხლა სიტუაცია შეიცვალა და ეხლა ვიგებთ ახალ რამეს რომ თურმე საერთოდ არ ყოფილა მნიშვნელოვანი ეს უვიზო რეჟიმი ვარ საერთოდ არ გჭირდება რა გვინდა ეს საერთო რეჟიმი ეს უვიზო რეჟიმი გაუქმდეს და კარგად ვიქნებით ხალხი დაბრუნდება და მეტი სამუშაო იქნება და მეტიც არ არის ეს ორმაგი სტანდარტი ბიჭო ერთ რაღაცას იძახი 8 წლის წინ 7 წელი თავარი მონაპოვარია ჩვენიო კი 180 გრადუსით შეტრიალდი და სხვა რაღაცას ლაპარაკობ ეს არ არის ორმაგი სტანდარტი ან რა მიხვედ რა უნდა რომ უვიზო რეჟიმი კარგია და ის 9 მილიონზე მეტი კაცი სხვა მონაცემებია 700.000-მდე არის ეს მონაცემები რომ მოეწყო ის ჩვენი სისხლი ხორცი ჩვენი ძმები არიან როგორ შეიძლება იმათ დაუკეტოთ ჩვენ ეს საშუალებები. რა მიხვედ რა უნდა რა ეგოიზმია ეხლა რომ ამის გაუქმება რომ ცუდია ქვეყნისთვის. მარტო იმიტომ რომ გავამართლოთ ქართული ოცნება და რა კავშირშია ეს იმასთან რომ ციხეში ის ხალხი. რა მიხვედ რა უნდა რომ ეს ახალგაზრდები საკმარისია რომ ისდენ გაუშვათ დავამყაროთ სიმშვიდე ქვეყანაში, კაცო. წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ ჩვეულებრივი სიმართლე და ვიღაცებმა რაო ლიბერალებს რა შუაშია ლიბერალები. გვარამია რომელიც მონაწილეობდა ტერიტორიების ჩაბარებაში, ტელევიზიების წართმევებში. ამის გამო არავის არ დაუსჯია. დეპუტატათაც კი გავიდა და სამაგიეროდ იმიტომ დასაჯეს რომ ის გაქარწყლდა. არავინ არ ბრალდებაც კი არ წაუყენა რომ ქვეყნის წინააღმდეგ, საზოგადოების წინააღმდეგ იმოქმედე და დააკავეს მე პარლამენტის რაღაც კომისიაზე მიუსვლელობის გამო. ეს არ არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი. ამით ახალ თაობას არ ეუბნები რომ რაც გინდა გააკეთე ოღონდ ხელისუფლებასთან კარგად იყავი და დეპუტატის გახდები და თუ ეურჩები ხელისუფლებას აღმოჩნდები ციხეში. ეს რელიგიურად მართლმადიდებლურად ეხა სამღვდელოებას მიმართო. სწორია? ეს არის სწორი საქციელი რომ დამნაშავე ქვეყნის ღალატისთვის არ დასაჯოდა ჩაფარწყლო დაავიწყო ყველას რომ ამან ეს ღალატი ჩაიდინა და მერე დასაჯო რაღაც კომისიაზე ეს არის სწორი ან ქრისტიანულად ან ქართული ზნეობის რომელი კუთხით არის სწორი და ახლა ამ სიმართლეს რომ ამბობ შენაო რა ლიბერალი რა შუაშია აქ ლიბერალი და ქართული ოცნება რა იმიტომ დავიწყე სააკაშვილის დროს თუ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოდიოდი იხავი რუსეთს აგენტი ახლა სხვა რაღაც გაჩნდა თუ ამათ ამხელ რაც ქრისტიანული მოვალეობაა ჩვენი ამათი მხილება ამათ თუ ამხელ იმ დღიდან ხდები ლიბერალების მომხრე მე როგორ ვარ მე დავამხე ეს ლიბერალები აღარ გსხვენიათ საერთოდ ზარია გაითიშა ბატონ დავით ბატონ დავით თქვენი საუბრიდან გამომდინარე ახლა მე აუცილებლად ორ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება და ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ თქვენ ბრძანეთ რომ ქართულმა ოცნებამ იმის მაგივრათო რომ ჩვენთან ითანამშრომლოსო პატრიოტულ ძალებთანო თანამშრომლობსო გირჩანო ის თქვენთან არ ითანამშრომლებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო ნუ თუ ასეთი ძნელი მისახვედრია მას ურჩევნია რომ თქვენს მიერ ჩატარებული და გაკეთებული საქვეყნო სასიკეთო საქმეები
შემდგომ მიითვისოს და ამით თქვენი მომხრეები და ჩვენი მომხრეები, რომელიც აი ამ საქმების გამო ჩვენ მხარს გვიჭერეთ, ის ხალხი გადაიბიროს, ვითომ და ჩვენნაირი გახდა ეს ხელისუფლება და იმ გირს არაყავს მომხრეები, ბატონო დავით, იმას ეს არ სჭირდება. იმას სჭირდება თქვენი მომხრეების გადაბირება. იცი რა არის, აქ ხო მეორე მხარეც არის. კაცო, გვიჩუქნია, იმას კი არ დავობთ. და ვწუხვართ რომ მიითვისეს. ორმაგი სტანდარტი ნუ გაქვს. თუ გამოსწორდი ადრე რო იძახდი რომ კარგია თურმე ნარკომანია ეხდა პირდაპირ ესე არ იძახდნენ, მაგრამ მიხვეულ მოხვეულად მაგას ამბობდნენ და აკეთებდნენ. თუ გამოსწორდი და მივხვდი რომ ნარკომანია ძალიან ცუდია და ამას ებრძვი, მაშინ ორმაგი სტანდარტი ნუ გაქვს. მართლა ებრძოლე, ნუ ღარ მოიტანს კურიერი ნურსად ნარკოტიკს. დღესაც კურიერს მოვატანებთ ნარკოტიკს სახში. მაშინ მართლა ებრძოლე ამას. მაშინ ნუ აფორმირებ გირჩის სიას ადგილობრივ თვითმმართველობაში. შეწყვიტე ზურგს უკან გირჩის დაფინანსება. ჩვენ რატო არ გვაფინანსებენ? ჩვენ რატო არ გვაფინანსებენ გირჩს რატო არ? არა, არ გაგაძლიერებენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი მომხრეებია წასაყვანე. მეორე თემა ისაა, რომ თუ სიმართლე გინდა, იარე სიმართლის გზაზე. ახლა ორი წინვალი წინადადება გავაკეთეთ, რომელიც თლიანად ჩააქრობს ევროპასთან და ამერიკასთან ყველანაირ დაძაბულობას. პირველი უთხარით, შევქმნათ სასწრაფოდ კომისია. დაანიშნეთ გეუბნებით ჩვენ გთავაზობთ ირმაინაშვილს, გაანთავისუფლეთ ეს ხალხი ყველანი. 7-7-ითვე იყვნენ საკმარისზე მეტია ესა. ეს უბსკულს შეამცირებს მინიმუმამდე, ეს ერთი. მეორე. თქვი ჩვენ, კიდე მინდა გავიმეორო ახლა. ჩვენ უნიკალური რაღაც გავაკეთეთ 2020 წელს და კიდე მინდა რომ გონება გავხსნათ და გავიგოთ ყველა მრავკენით. საქართველოში სულ 3 მილიონი კაცი ცხოვრობს. საქართველოში არჩევნებში ყველაზე მაქსიმუმი იყო 2.150.000 კაცი. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი 2.150.000 კაცი იყო, როცა დავამარცხეთ და გავთავისუფლდით სააკაშვილის ხელისუფლებისგან. ჩვენ 2020 წელს ნახევარზე მეტი 1.200.000 კაცი გამოვკითხეთ და ჩავწერეთ აუდიო ინტერვიუ. აუდიოს გაყალბება შეუძლებელია. კი ბატონო, ამ ჩადაწერისა ზოგჯერ ხარვეზებია, იქიდან 300.000 ხარვეზიანი აღმოჩნდა, მაგრამ 900.000 აუდიო. ეს არის უზარმაზარი ციფრი ერთი ციცქნა ქვეყნისთვის, 3 მილიონიან ქვეყნისთვის. კიდევ ვიმეორებ 2.150.000 კაცი იყო არჩევნებს და 900.000 აუდიო დავდეთ, სადაც იყო პასუხები ქვეყნე ხალხს უნდა და სხვა შორის 79.9 მეათედმა თქვა რომ ნეიტრალიტეტი მინდა. მაგალითად. და ვიძახით ეხლა მოდი იგივე აუდიო გამოკითხვა. ეხლა 1.5 კაცი გამოვკითხოთ. მოწონთ ენდობიან ხელისუფლებას, არ ენდობიან, ეს პოლიტიკა მოწონთ, არ მოწონთ და მივცეთ ეს აუდიო ჩანა ამის გაყალბება შეუძლებელია. გავასაჯაროო, დასავლეთს ვანახოთ, მოიხსნება ყველანაირი დაპირისპირება. აი ეს მოთხოვნები აღარც ვიზებს გაგიუქმებს ვინმე, ყველაფერი მოიხსნება. ამაზე კაი წინადადება რა არის? ავდგეთ გამოცდილება გვაქვს, ერთხელ გაკეთებული გვაქვს, შევქმნათ ცენტრები, დავსვათ ადამიანები, აუდიო ჩანაწერები, აუდიო ინტერვიუ ავიღოთ 1.5 კაცისგან და დასავლეთს ვანახოთ ხალხის განწყობა. ეს მოხსნის ყველა პრობლემას, ამაზე ბრწყინვალე წინადადება რა გინდა. ვიმუშავეთ ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტო, ვიმუშავეთ. მოწონებული ეს იდეა დასავლეთშიც. მოწონს ყველას. რა არის პრობლემა? გავაკეთოთ ეს. აი ხელი გაუწოდე მე რამდენად ამ ქართულ ოცნებას და ვეუბნები რომ ეს არის გამოსავალი კაცო თქვენი გადარჩენისა, ჩვენიც და თუ არა და თქვენს თავს იღუპავთ, ჩვენს ღუპავთ, ამ ქვეყანას ღუპავთ და ეს რა ლიბერალების მხარდამჭერი ტექსტებია? გეუბნებით კიდე არასწორად იქცევით. არა გაქვს სწორი გონივრული ქმედებები. გთავაზობ წინვალე გამოსავალს. გაიაზრეთ ეს, გავაკეთოთ რაც შეიძლება მალე, ეს გამოსავალია, ყველაფერი დაწყნარდება. აი საქმეც ეს არის ბატონო დავით, რომ ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკა ზარია პირდაპირ ეთერში დიდი ხანია გველოდებიან, მე გავაგრძელებ. მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. გამოკითხები ისა არული არჩევნების ალტერნატივა თუ არის? არავითარი კავშირი გამოკითხვას არ აქვს არჩევნებთან საერთოდ. აი,
არჩევნების გახარდების გამო და ისთვის ამას ეს არ არის ფერული არჩევნები და რამდენადაც იგი გაჟონვაზე იკრავენ თავს და არჩევნებთან არ აქვს ამას შეხება არჩევნების აბა რატომ დადგა ეს საკითხი საჭიროს გასაგებია რატომ დადგა ეს საკითხი საჭიროდ იმიტომ დადგა რომ აუდიო ჩანაწერი არის უტყუარი მასალა უტყუარი თუ 1.5 მილიონი კაცის აუდიო ჩანაწერს არჩევნებს არენდობა მსოფლიო გვეუბნება რომ არასწორი არჩევნები იყო მეც არ ვენდობი კაცო რას ქვია ხა მე თვითონ ვამბობ რომ ჩემი პროცენტები დაუწერეს თქო ეხა 1 საათი ვილაპარაკე ამ სხვა პარტიებს და საქმე იმაშია რომ არჩევნები შეიძლება მილიონმა ადამიანმა მილიონმა კაცმა დააყენოს ეჭვის ქვეშ ჩვენ ქვეყნის შიგნით არჩევნებს კითხვის ნიშნის ქვეშ ყველა აყენებს ეს ერთი თემაა და საზღვარგარეთაც მაგრამ არჩევნები არ არის გამოკითხვა აქ ლაპარაკია იმაზე საზოგადოება ენდობა თუ არა ხელისუფლებას ეს ერთი და ბოწონს თუ არა ის პოლიტიკა რაც არის ეს ორი ეს არ არის არჩევნები და საერთოდ არ აქვს შეხება არჩევნებთან აქ არის საჭირო აუდიო გამოკითხვა რომ დაიდოს აუდიო დოკუმენტი 1.5 მილიონი აუდიო ჩანაწერი სადაც ადამიანები ამბობენ აქვთ ნდობა თუ უნდობლობა ხელისუფლების მიმართ მოწონთ ის პოლიტიკა ხელისუფლების თუ არ მოწონთ თუ 1.5 მილიონი აუდიო ჩანაწერი დაიდო ამის გაყალბება შეუძლებელია და იქიდან გამოჩნდება მაგალითად რომ მოწონთ საზოგადოებას პოლიტიკა და ენდობა ხელისუფლებას დასავლეთი მოხსნის ყველა წინააღმდეგობას და ქვეყნის შიგნითაც მოიხსნება აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგობას საერთოდ ხმას აღარავინ არ ამოიღებს თუ გაირკვა 1.5 მილიონი ჩანაწერიდან რომ არ ენდობა ხალხი ხელისუფლებას და არ მოწონს პოლიტიკა მაშინ გასაგებია რომ უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკა და შესაბამისად ხელისუფლებამ ან ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს ან არ ვიცი ნებისმიერ შემთხვევაში აუდიო ჩანაწერი არის უტყუარი მტკიცებულება რომელიც მოხსნის ყველა შეკითხვას და ეს არავითარ კავშირში არ არის არჩევნებთან კიდევ ერთი ზარია მოგზანდით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ მოგესალმებით ბატონო დავით ალბათონო ირმა მოგესალმებით ასე მარტივად გადმოჩემული არ ამღონია რომ ვისაც საქართველოში გული შეტკივა ვისაც თავის გამომავლობის სიკეთე უნდა ვისაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი ლამაზი დღე უნდა რომ ვერ გაიგოს ბატონო დავით თუმცა გული გეთახმებით და თუ ამას ჩვენი ხელისუფალი ვერ გაიგებს ქუძე კაცი და ქუძე ორი კაცი გამოდივართ და მე რასაც დასავლეთი დააწერს არანაკლებს მიიღებს კიდე ქართული ხალხისგან ესეთია ჩემი რკინაზე დიდი მადლობა ბატონ დავით თქვენ ახლა საუბრობდით რომ კიდევ ერთხელ ბოდის ვიხდი კარგად მინდა გაიგოთ აუდიო გამოკითხვა სრულიად სხვა რამეა არჩევნები სრულიად სხვა რამეა არჩევნები შედეგად ირკვევა რომელი პარტია რამდენი პროცენტით შევა საკრებულოში ეხლამდელი არჩევნებით აუდიო გამოკითხვა უნდა ჩატარდეს იმ თემაზე არსებული პოლიტიკა და ხელისუფლება მოწონს ხალხს თუ არა და ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება თუ მოწონს ხალხს დასავლეთი იმ წუთასვე მოხსნის ყველა პრობლემას და გაჩერდება აი ეს ადვილი გასაგებია ქვეყნის შიგნითაც ყველა გაჩუმდება თუ არ მოწონს მაშინ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავის პოლიტიკა ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრეთ ახლა თქვენ რომ ბრძანეთ რომ ან რუსეთის აგენტს გვეძახდენო ან კიდევ ეხლაო აგერო ფსევდოლიბერალების მომხრე ხარო ვერ ხვდებით ბატონო დავით რომ ყველაზე მთავარი პრობლემა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ტრაგიკული აქ ის არის რომ ქართულმა ოცნებამ სრულად ამოუშალა ხალხს აზროვნების უნარი ყოველთვის არჩევანის წინაშე გვაყენებს ნახეთ ან მე ან ნაცები ან ამერიკა და ევროპა ან რუსეთი ან ომი ან მშვიდობა საშუალო მას საშუალო არ აქვს ანუ აზროვნების უნარი ახალგაზრდებსაც ძველგაზრდებსაც სრულად მოუშალა და ამიტომ არის ბატონო არც ლიბერალები არამედ პატრიოტთა ალიანსი აი ამაზე მაქვს საუბარი ბატონ დავით აზროვნების უნარი გავაგზავნებთ აუცილებლად საუბარს ზარია პირდაპირ ეთერში მობრძანდით სიამოვნებით გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობათ გამარჯობათ
ძალიან ბევრ რაღაცაში მხარს გიჭერთ, მაგრამ მე როგორც ერთ რიგით ქართველს ყველაზე მეტად გული მისკდება სხვა რამეზე. ყველაზე უბედურება რაც არის ჩემი ერისათვის, რომ გაისო არა ქართველებით. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, არ ვიცი, აი კიდევ უკვე არ ვიცი რა გავაკეთო გიჟდები. ეს არის ყველაფერს უნდა დავანებოთ თავი, ვისაც სამშობლოზე გული შეფტკივა, ამ საქმეს უნდა მივხედოთ ხალხო. ოჩი და აფსოა იქნება მოგონება. იმიტომ იმდენად განსხვავებული რასა. ხალბატონო, გასაგებია, ერთი წუთი დაწყნადით ეთერიდან მოგახვალთ. გასაგებია, რასაც ამბობთ. ჩვენ ბავშვებს ვაჩვენენ, რომ გასაგებია, დაწყნარდით, ნუგახვალთ ეთერიდან. ამაზე ბევრი გადაცემა გქონდა ჩვენ წლებია და გვაქვს ეხლაც. მეც ვიზიარებ თქვენ აზრებს. შეხედეთ ქუჩაში გადით ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერში, სადაც გინდა ჩადით, არ არსებობს რომ ვიღაცას არ შეხვდეთ ირანელს, ან ინდოელს, ან კიდევ ვიღაცას, აი არ არსებობს, სადაც გინდა სუპატარა სოფელშიც კი არიან. ვინ აკეთებს ამას? ამას ქართული ოცნება არ აკეთებს. აბა მე ვაკეთებ. მართალი ბრძანდებით, ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყანა გაიტენა იმ ადამიანებით, რომელსაც არ კულტურული თვალსაზრისით, არც აზროვნებით, არ ზნეობით, არანაირი შეხება საქართველოსთან არ აქვს. საქართველოს ხდიან ირანულ, ინდურ, რაღაც არაბულ გაუგებარ ქვეყანას. ვინ აკეთებს ამას? გველაპარაკება ეროვნულობაზე ქართული ოცნება და გაავსო მთელი ქვეყანა აი ამ ხალხით. და ვერ ვიცილებთ, კაცო. არ კეტავს საზღვრებს. უვიზო რეჟიმი ჩვენთვის კარგია ჩვენი მოსახლეობისთვის ევროპასთან, თორე ირანთან რა გვინდა ჩვენ უვიზო რეჟიმი, კაცო. დაგვტანჯა ამ ირანმა 2000 კი არა 3000 წელის სისხლი გაგვიშრო ამ სახელმწიფომ. და გადავავსეთ ირანელებს ბათუმში იმდენი ქონება აქვს ნაყიდი რომ გააუხშვით ეს ხალხი, მაგრამ ვინ აკეთებს ამ უვიზო რეჟიმს? ქართული ოცნება აკეთებს. მე ვაკეთებ ამას. უფრო მეტიც ბატონო. ეხლა ამას რომ ვამბობთ, ქართული ოცნების მომხრეებმა რა უნდა გითხრან, რომ ლიბერალების ხარეს ვართ, ლიბერალებსაც მოწონთ ეს. ლიბერალებსაც მოწონთ ესენი. და ქართულ ოცნებასაც მოწონს და არ მოწონს პატრიოტთა ალიანსს და პატრიოტებს. ბატონ დავით, აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრაგედია და უბედურება, ჩვენ ამას აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქცევთ. ახლა რახან ამ მიგრაციის თემას შევეხეთ, მინდა გითხრათ, რომ აი გავიხსენოთ კარგად, აბსოლუტურად ყველა ნარკოდანაშაული, რომელიც იხსნება, ამას ხო პირდაპირ გვამცნობენ და ეს დიდი მიღწევა გონია ქართულ ოცნებას, იმაზე კი არ საუბრობს, რომ მე განვითარდი არასწორი მიმართულები და უკვე ამდენი ნარკომანია შეიქმნა, ასეთი რთულად დადგა ეს საკითხი, ხო? აბსოლუტურად ყველა ნარკოდანაშაულში თუ კი ერთი ქართველია საქართველოს მოქალაქეა მხილებული, 4 და 5 კიდევ უცხოელია, როდესაც ჯგუფურზე ვსაუბრობთ. ანუ უშუალოდ აი ამ ნარკოტიკების გამსაღებლების ლაბორატორიების შემქმნელობა ჩვენ სწორედაც რომ აი ეს უცხოელები გვევლინებიან და ქალაქში ჭხუბი მიდის უკვე. ცოტა ხნის წინ აი ჩვენმა უახლოესმა მეგობარმა კახამ მომიყვა ჩაერია ვიღაც ერთ ქართველ ბიჭს ღამე იყო 1-3 საათი 3 ირანელი დაესყა თავს და ეს ჩაერია თორე არ ჩარეოდა უკვე იქამდე მივედით რომ ეს ირანელები ჩამოდიან თბილისში და ქართველ ახალგაზრდებს ესხმიან თავს უკვე და რაღაცას იქ ეჭხუბებიან და საქმეებს ურჩევენ ეს ვინ გააკეთა ეხა ეს ხო მარტივი რაღაცა არის რომ ქვეყანა რომელიც ჩვენ გვტრობდა ეს ერთია მილიონობით კაცი მოკლა, რამდენი სისხლი დაღვრილია. შახ აბას პირველი გაიხსენეთ, რაებია გაკეთებული. ეს ქვეყანა ეხლა ჩვენთვის მეგობარი გახდა, რომელსაც არასოდეს ქართველები არ უყვარდა და ეხლა შეურაცხყოფელად იყო ვინმეს ირანელს შეხვედრი ხართ, აი ქართველ ხალხს ვეუბნები, გილაპარაკიათ. იმდენად თავხედები არიან პირველ წინადებას გეუბნებიან თქვენ ხო საერთოდ ყოველთვის ჩვენი ნაწილი იყავით, ჩვენი ეს ისტორიაში აქვს ნასწავლი ბატონო. კი, ამას გეუბნებიან წიგნებში უწერია. კი, ასე აღიზარდნენ ესენი. ესე. ჩვენ ამათ გაუხსენით ყველანაირი კარფანჯარა და შემოუშვით. საგა ვინ გააკეთა? ქართულმა ოცნებამ. ახლა ყველაფერი ზომიერი უნდა იყოს. მე იმას არ ვამბობ, რომ დავესხათ თავს და ყველა დავხრიტოთ, მაგრამ არც 10 ირანელი მიშლის ხელს და არც 30 თურქი. მაგრამ როდესაც იმდენი არიან, რომ
სტამბულ აღმაშენებლის გამზირი, რომელსაც ადრე პლეხანოვი ერქვა, ეხა ეძახიან სტამბულის ქუჩა, აეროპორტში რო გადმოდიხარ, ტაქსი რო უთხრა სტამბულის ქუჩა, მიგიყვანენ აღმაშენებლის, თვითონ შეარქვეს სტამბულის ქუჩა. ვიღაცამ ერთხელ შევედი თურქულ რესტორანში და თქვენაო, კაცო, თურქულ რესტორანში როგორ შედიხართო? თურქები, კაცო, თურქულ რესტორანში შესვლა რამე დანაშაული კი არა. კულტურაა ეს, ხო? ან ვინმე თურქს რო გამარჯობა უთხრა, ეს დანაშაული კი არა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ დავდივარ ავტომატით და ყველგან სადაც თურქს დავინახავ, ან იმას დავინახავ ირანელს, იმას ავტომატს ვესრი და ისე მეზიზღება, რომ მინდა მოუკლა. მე სხვა რამეს ვიძახი, კაცო, თურქულ რესტორანში შედი და თუ გინდა თურქი მეგობარიც ყავდეს. ექსპანსია არ უნდა იყოს. კარგია თურქეთი, ოღონდ მათი მოცულობა, თურქი იქნება არაბი თუ ირანელი, მათი რაოდენობა საქართველოში უნდა იყოს შეზღუდული და არ უნდა აჭარბებდეს გონივრულ მინიმუმს. ყველანაირ გონივრულ მინიმუმს დიდი ხანია გადააჭარბა, დიდი ხანია. რა გინდათ იქამდე მივედით, კაცო, ბათუმში არ დადიხართ. არ აქვს ხვენიათ თქვენ თვითონ ნახინს აი ქუჩაში. ქუჩაში რო დგას ესეთი ბორბლებზე რო არის, სანახინე, ბორბლები რო აქვს და ნახინს. მოძრავე. მოძრავე. ქართველი გოგო კი, ქართველი ქალბატონი კი არ ყიდის, ან ქართველი კაცი. თურქი დგას. იქამდე მივედით უკვე რომ თურქი ქუჩაში დგას, აი ამ ბორბლებიანი სანახინეთ და ყიდის ნახინს. როგორ ესე იგი და ამ დროს მე მეუბნებიან ბათუმელები რომ მერიაშიო ნებართვას ვერ ვიღებთო რომ ჩვენ გავყიდოთო. სადამდე მივედით ჩვენ? ქართველი კაცი ვერ იღებს ნებართვას რომ ბათუმში ნახინი გაყიდოს ქუჩაში და თურქები სავსე არიან ამ ნახინის გამყიდველები. ძალიან ადვილად აი ეს ეხლა ანამის არ მწვენია, ეს ეხლა ნორმალურია, გონივრულია, ჭკუასთან საერთოდ ახლოა. და ეხლა თქვენ რა თემებზე საუბრობთ, ესე იგი ფსევდოლიბერალების მხარეს. ეს ამას აკეთებს ქართული ოცნება და ეხლა ამ სიმართლეს რო ვამბობთ, ვიღაცები გვეთქვენ ჩვენ ფსევდოლიბერალების მხარეს ყოფილვართ. ანუ უნდა დავმალოთ ეს ყველაფერი და იმდენად დაბრმავებულია თქვენი გონება, რომ ერთადერთი რაც უნდა ვიძახოთ, ხოტბა შევაცხათ ქართულ ოცნებას. საოცრება არ არის ეხლა, საოცრება ქართული ოცნება არ არის, კაცო. გამკვირვებია სამღვდელოების ეხლა. მე არასოდეს ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება ვიბრძოდით ეკლესიის დასაცავად, როგორც შეგვეძლო ეს და ბევრზე მეტი ვიბრძოლეთ ამ კუთხით. და უდიდესი პატივისცემა გვაქვს, მე სულ ვამბობ, რომ არ იყოს ჩვენი სამღვდელოება, ბერმონაზნები, ესენი რო არ ლოცულობდნენ ქართული ოცნება, საერთოდ ქართული ოცნება რა შეშა, საქართველოს დიდი ხანია გაქრებოდა. საქართველოს მარტო იმიტომ არსებობს, რომ ბერმონაზნობა და სამღვდელოება ლოცულობს დღე და ღამე. თორე დიდი ხანი აღარ იარსებებდა, მაგრამ მინდა შევახსენო ამათაც, რომ 80,000 აუდიო ჩანაწერი, 80,000 ფარული ჩანაწერი. სადაც დვლები იღებდნენ აღსარებას, ან დვლები ერთმანეთს ილაპარაკებდნენ. ვინ გააკეთა ეს? ეს ფარული ჩანაწერები, რომელიც მე სუსიდან გაჟონა და გასაჯაროვდა და დაიდო ეს ჩანაწერები. ვინ გააკეთა ეს? ქართულმა ოცნებამ არ გააკეთა? და ქართულ ოცნებას ყველაფერზე აქვს ესეთი პასუხი. დაიდო ჩანაწერები და მე იტყვენ, ეს აი ამ მოადგილემ გააკეთა. ჩვენ კი არა. რას ქვია, შენი დანიშნული მოადგილეა. პასუხისგებელი შენ ახლა. რას ნიშნავს? ჩვენ კი არ გავაკეთეთ, აი ჩვენმა იმ მოადგილემ. აი ეს ჩვენ კი არ დავაშავეთ და ჩვენ ყავდა პრემიერი და ეს იმან გააკეთა. ბიჭო, მაგ პრემიერის ქებადიდებაში იყავით, ისეთ სიტყვებს ამბობდით, რომ ნუ არ ვიცი, მესია იყო, მოშიახი იყო ის მხსნელი. შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურეს მე პრემიერს. ეხლა იძახით, რომ ცუდი კაციაო, მანამდე იძახით, რომ ამაზე კაი კაცი დედამიწაზე არ არისო. და ბატონი პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობდა ამას. ზუსტად იმხედებებისთვის ცუდი კაცია, ესე იგი ეს ორმაგი და სამაგი სტანდარტები და პასუხისგებელი არა ხართ თუ ცუდი კაცია. თქვენ რო დააწინაურეთ, თქვენ არა ხართ ამაზე პასუხისგებელი. ბატონ დავით, იმ ქმედებებისთვის დააწინაურეს, რისთვისაც დღეს ჯიან. ხო და ქართულ ოცნებას აქ ეგეთის მიდგომა, რომ თუ რამე ცუდი მოხდა და ამხილა ვინმე, იმ წუთას ეს ჩვენი ბრალი კი არა, ეს აი ამ კაცის ბრალია. ეს კაცი თქვენი წევრი არ იყო, თქვენ არ გააკეთეთ ეს ყველაფერი. გასაგებია რომ გონივრული ზღვარი არსებობს ახლა ყველა წევრზე ქართული ოცნება პასუხს ვერ აგებს. ვერ ჩვენი პარტია ყველა წევრზე ვერ აგებს, მაგრამ აქ ლაპარაკი პირველ პირებზეა, კაცო. მინისტრის მოადგილეებზეა და პრემიერ-მინისტრებზეა და ვიცე-პრემიერებზეა, რომლებზეც მერე ქართული ოცნება ჯერ აკებს, ადიდებს, მერე იძახის, ესენი დამნაშავეები არიან. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი? ეს არ უნდა დავინახოთ, ეს უნდა დავმალოთ, ამაზე არაფერი არ უნდა ვთქვათ, თუ ამას ვიტყვით
ლიბერალების ხარდამჭერები ვართ, ანუ სიმართლე უნდა დავმალოთ, ეს არის ახლა ქართული ოცნების პოზიცია. ყველანაირი სიმართლე უნდა დაიმალოს და მარტო უნდა ვაკეთოთ. ქართულ ოცნებაზე ცუდი არ უნდა ვთქვათ, თუ ცუდს ვიტყვით, ესე იგი, ანუ სიმართლეს ვიტყვით, ცუდს კი არა, სიმართლეს თუ ვიტყვით, ესე იგი ჩვენ ვლანძღავთ ქართულ ოცნებას და ესე იგი ფსევდოლიბერალები ვართ. ქართული ოცნების შექმნილმა გვირჩმა დაგვიდგა გასაბერი ეკლესიები და მამაოები და დედაოებად გამოაცხადა თავის თავი. და ქართული ოცნების მიერ შექმნილი და დაფინანსებული გირჩი დღეს მიდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ქართული ოცნება უქმნის მათ სიას და შეყავს ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ეს არის ორმაგი, სამმაგი და ხუთმაგი სტანდარტი ამ დროს იძახის რომ ვებზუ ნარკომანიას. აუცილებლად შეუქმნის ამ სიას, იმიტომ რომ ნუ დაგავიწყებათ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ხომ ვიცით რომ გირჩი თავისი კომისიის წევრებსაც კი ვერ ავსებდა და პარტიულ სიასაც ვერ ავსებდა CSKO-ში რომ წარედგინა, იმიტომ რომ არ ყავდა მას ამდენი მხარდამჭერი და არც ყავს მას ამდენი მხარდაჭერი. რა თქმა უნდა შეუხსებს. ჩვენ ვილაპარაკებთ სიმართლეს, ჩვენ არ ვაპირებთ ტყუილების ლაპარაკს და ხოტპაქებას. ამავდროულად ეს არ ნიშნავს ჩვენ არ ვებრძვით ხელს უწვდით ქართულ ოცნებას მიასეთ უკვე და ვეუბნებით გიწვდით ხელს. გამოსავალი არის შევქმნათ კომისია, გავანთავისუფლოთ ადამიანები. გავაკეთოთ აუდიო გამოკითხვა 1.5 მილიონი კაცის და მთელი მსოფლიო დავამშვიდოთ, მოუხსნათ ყველა პრობლემები, ითანამშრომლეთ პატრიოტულ ძალებთან და არა გირჩებთან. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი მორიგი წინადადება და ეს უნდა გამგებმა გაიგოს. დიდი პატივისცემით, მართლა პატივისცემით და სიყვარულით ვემშვიდობებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. დიდი სიყვარული გვაქვს ამ პირველ რიგში ღმერთის და ჩვენი სამღვდელოების, მეორე ჩვენი სამშობლოსი, მესამე ჩვენი ხალხის და ერის და გვინდა რომ სიკეთე იყოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ასეთი სიყვარულით, გემშვიდობებით, მომავალ 4 შაბათამდე. კარგად ზანდებოდეთ.